პარლამენტის შენობასთან კი სტუდენტების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები აუდიტორიებს ტოვებენ და ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან. დღეს საღამოს 8 საათზე დაგეგმილია დიდი აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან. პარალელურად კი სტუდენტები უწყვეტად ათენებენ ღამეს პარლამენტის წინ ღია ცის ქვეშ. იქ გათბობის საშუალებების მიტანის გამო რამდენიმე დღის წინ 2 სტუდენტი გოგონა დააკავეს. ერთ-ერთი სტუდენტის დაკავების მიზეზი კი ტაშის დაკვრა გახდა. მერვე დღეა უკვე აქ ვართ. ძალიან ბევრჯერ ცადეს აქედან ჩვენ დაშლა. სამი ბავშვი დააკავეს, რომლებიც ახლა თავისუფლები არიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეგვაშინეს. ვიდგებით აქ ბოლომდე და მოუწოდებთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ხალხს ამავდროულად ყველას, რომ შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ აქ დგომა დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია. მერვე დღეა დღეს ამ ახალგაზრდების გვერდით ვდგევარ და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მოვალეობა და დიდი პატივია ამ ახალგაზრდების გვერდით დგომა და სხვასაც მოუწოდებ, რომ მოვიდნენ. უნდა გადადგეს ხელისუფლება და ჩვენ მოვძებნით იმ ძალას, რომ არჩევნები ჩატარდეს პოლიტიკური პატიმრებით, ტყვეობაში მყოფი ჩვენი საუკეთესო ნაწილი ახალგაზრდების ციხეში იზის. რა თქმა უნდა, ამათ თავისუფლებას ვითხოვთ.